1.740.000-ზე მეტი მოქალაქის საპენსიო დანაზოგი უკვე 9 მილიარდ 400 მილიონ ლარს აღწევს. საპენსიო ფონდის დაგენერირებული ამონაგები კი 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს. პორტფელების ზრდა მნიშვნელოვნად საერთაშორისო ბაზრებზე მიღებულმა მაღალმა შემოსავალმა განაპირობა, რამდენად მდგრადია ეს ზრდა, რომელი პორტფელია უფრო მაღალ შემოსავლიანი. სტუმართან საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარ საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელთან ანა ნაჭყებიასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ ძალიან კარგი ნაწილია, როდესაც ჩანს თუ თქვენს მიერ განთავსებულმა დაუშვათ პორტფელებმა რა რეალური შედეგი მოგცათ, ხო? და იმაში დასარწმუნებლად, რომ რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს საინვესტიციო ფონდს და შესაბამისად თითოეული ჩვენგანის დასარწმუნებლადაც რამდენად სწორად ვიქცევით, როდესაც რეალურად აი ამ შენატანებს ვახორციელებთ. ამიტომ საინტერესოა, ეხლა რა მოცემულობა გვაქვს, რა სურათი გვაქვს და მე აუცილებლად მივყვეთ იმ ნაწილს, რომელმა პორტფელმა რეალურად რა ამონაგები ნახა და რამდენად ამართლებს ის მიდგომა, რომელიც პორტფელების დაყოფის არსებულ მოდელში გვაქვს. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც აღნიშნეთ, საპენსიო აქტივების მოცულობამ მაისის მდგომარეობით 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მათ შორის დაგენერირებული მოგება კი 2.7 მილიარდი ლარია. ამ ზრდას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს. ერთის მხრივ არის საქართველოში ეკონომიკური აქტივობა, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს შენატანებზე, რომელსაც თითოეული მოქალაქე ახორციელებს და მეორე არის ჩვენი ინვესტიციებიდან მიღებული მოგება, რომელიც როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ მაღალი არის. პირველი 5 თვე მომგებიანობის თვალსაზრისით საპენსიო ფონდისთვის საკმაოდ კარგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ მაღალი турბულენტობა ამ პერიოდში, განსაკუთრებით გეოპოლიტიკურ სცენაზე. ჩვენ როგორც აღნიშნეთ, სამი განსხვავებული ტიპის პორტფელს მართავთ. ეს არის კონსერვატიული პორტფელი, დაბალანსებული და დინამიკური, რომელიც განსხვავებული პროპორციით მოიცავს აქტივებს და შესაბამისად სხვადასხვა მომგებიანობას აჩვენებს. რო შევხედოთ პირველ 5 თვეს 2026 წლის დინამიკური პორტფელი, რომელიც ძირითადად არის ინვესტირებული საზღვარგარეთ აქციების ბაზარში, მისი მომგებიანობა დაახლოებით 9% იყო, მაშინ როცა კონსერვატიული პორტფელის, რომელიც უფრო საქართველოში არის ინვესტირებული, უფრო ძირითადად საქართველოშია ინვესტირებული, აქ ნახეთ მომგებიანობა 5.9%. ეს მომგებიანობებს შორის სხვაობა სწორედ გლობალურმა აქციების ბაზარმა განაპირობა. აქციების ბაზარისთვის ეს წელი ერთ-ერთი საუკეთესო არის. მიუხედავად იმისა, რომ ირანში არსებულმა ომმა საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია აქციების ფასებზე, მარტში ვნახეთ მნიშვნელოვანი კორექცია ამ ფასების. მარტის მერე განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის კომპანიებთან დაკავშირებულმა მოლოდინება, განსაკუთრებით ეს აზიის რეგიონში ნახა ძალიან დადებითი გავლენა იქონია აქციების ბაზარზე და შესაბამისად ეს აისახა პირდაპირ ჩვენი პორტფელების მომგებიანობაზე. ხო, იმდანაც კარგ ნაწილს შეეხეთ, ახლა შეუძლებელია არ კითხოთ. ხელოვნური ინტელექტის ზე მომუშავე კომპანიები და ეს მიმართულება ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტუალურია. თუ რაღაც ერთ პერიოდში იყო სოციალური კომპანიები, რომლებიც სოციალურ ქსელებს ფლობდნენ, ეს იქნებოდა მეტა თუ ასე შემდგომ ამ კომპანიებზე იყო განსაკუთრებული ინტერესი და აქცენტი და მათ შორის მათი აქციები საკმაოდ სოლიდურად ივაჭრებოდა. ეხლა ხელოვნური ინტელექტის მიმართულება გვაქვს, ხო, ძალიან პოპულარული. რა პრინციპით იღებთ გადაწყვეტილებას? მე ბევრჯერ მიკითხავს, თუმცა ეხლა რადგან ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით კითხვებიც არსებობს, ცოტა ეჭვებიც. რა პრინციპით იღებთ გადაწყვეტილებას, სად ჩადოთ დაუშვათ ეს დაბანდება სად გააკეთოთ და მე შედეგის თვალსაზრისით, როდესაც ფიქრობთ, რომ აი ეს შედეგიანი შეიძლება იყოს, აგრძელებთ თუ არა იგივე მიმართულებით თუ პირობითად ეს გადაწყვეტილება მიიღება წლის დასაწყისში და მე აი ამ გეგმას მიყვებით იმის მიუხედავად ტენდენციები როგორი იქნება პირშებზე. ზოგადად აქციების ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის თემატიკა ბოლო რაღაც 3 წლის მთავარი თემა არის. ეს ყველა რეგიონზე იქონია გავლენა. ეს იყო არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპაში, აზიაში, განვითარებად ქვეყნებშიც. ყველა რაღაცნაირად ჩაბმული არის ამ ხელოვნური ინტელექტის კომპანიების ღირებულების შექმნაში. ჩვენ როდესაც ინვესტიციებს ვახორციელებთ, ჩვენ როგორც იცით ვართ ძალიან გრძელვადიანი ინვესტორი. ჩვენი საინვესტიციო ჰორიზონტი არის გრძელვადიანი 10-15 წელი, ვინაიდან ჩვენი მონაწილეების უდიდესი ნაწილი არის ახალგაზრდა და საპენსიო
საპენსიო ასაკამდე შესაბამისად გრძელი ვადა აქვთ. შესაბამისად, როდესაც ინვესტიციებს ვახორციელებთ, ჩვენი მიდგომა არის გრძელვადიანი სტრატეგიული მიდგომა, რაც ნიშნავს ვუყუროთ პორტფელის შემადგენლობას გრძელვადიან პერსპექტივაში და გრძელვადიან პერსპექტივაში კი ინვესტირებაში და ზოგადად დაზოგვის სფეროში აქციებს არ ყავს კონკურენტი. აქციები არის საუკეთესო ბაზარი, რომელიც შენი დანაზოგის მაქსიმიზაციას ახდენს, ვინაიდან პირდაპირ ასახავს კომპანიების მომგებიანობას. უბრალოდ სხვადასხვა პერიოდში ისტორიას რო შევხედოთ აქციების ბაზრის, სულ სხვადასხვა თემატიკები არის ხოლმე. ეხლა ამ პერიოდში ეს არის AI-სთან დაკავშირებული თემატიკა, 2000-იან წლებში ჰქონდა ინტერნეტთან დაკავშირებული თემატიკა. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ინვესტიციას ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ კონკრეტული კომპანიის სელექციას, არამედ ჩვენი მიდგომა არის ზემოდან ქვემოთ, რაც ნიშნავს თითქმის ყველა განვითარებადი და განვითარებული ქვეყნის წამყვან კომპანიის აქციებს ფლობთ ფონდების საშუალებით. რაც ნიშნავს, რომ აი ჩვენს პორტფელში შედის დაახლოებით 9000 კომპანია, ეს არის ამერიკული ტოპ 500 კომპანია, აზიის კომპანიები, ევროპის წამყვანი კომპანიები, განვითარებადი ქვეყნების კომპანიები და ეს დივერსიფიკაცია, ეს 9000 კომპანიის ქონა პორტფელში ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის იმ პერიოდში რა თემატიკაც იქნება, ეს პირდაპირ აისახება ჩვენს მომგებიანობაზე და როგორც კი ეს თემატიკა შეიცვლება, შესაბამისად ჩვენი პორტფელის მომგებიანობაც აი ამას მიყვება. კი ბატონო. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. აი ამ რამდენიმე თვემ თუ წელმა რა აჩვენა? აი ეს პორტფელები, რომელიც გვაქვს მოქალაქეების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები, სწორია და რომელი უფრო რეალურად სასურველია თქვენი გადმოსახედი და ბუნებრივია ასე პირდაპირ რჩევას არავის არ მისცემ და ალბათ არც უნდა მისცეთ, ეს ჩვენი არჩევანი უნდა იყოს, მაგრამ მთლიანობაში რა დაკვირვების შედეგად რა მთავარი რეკომენდაციის გაწევა შეგიძლიათ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ფლობთ საპენსიო დანაზოგებს? ჩვენაც ინვესტიციები დავიწყეთ საპენსიო ფონდში, როგორც 2019 წლიდან დაიწყო აქტივების შეგროვება და სადღაც 2022 წლიდან უკვე აქციების ბაზარზეც გავაკეთეთ ინვესტიციები და ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი ტურბულენტობა ვნახეთ. ბევრი ტიპის კრიზისი, ეს იყო ომი რეგიონში, ეხლა ხანს ომი ირანში და ამ პერიოდში ყოველთვის ვხედავთ აქციების ბაზარზე მაღალ მერყეობას, ანუ ფასების მნიშვნელოვან შემცირებას და ეს შემცირება ყველაზე მძაფრად აისახება ხოლმე დინამიკურ პორტფელზე, ვინაიდან მას მეტი წილი აქვს აქციებში ინვესტირებული და კონსერვატიული პორტფელი უფრო მეტი სტაბილურობით გამოირჩევა აი ამ ბოლო ჩვენი დაკვირვების პერიოდშიც. მიუხედავად ამისა, როდესაც საინვესტიციო გადაწყვეტილებას იღებ შენ საპენსიო დანაზოგთან დაკავშირებით, უნდა უყურო გრძელვადიან პერიოდს, ვინაიდან აი მეც საკმაოდ დიდი პერიოდი მაქვს დარჩენილი საპენსიო ასაკამდე და რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში არსებული მერყეობებისთვის მზად უნდა ვიყო. ის ადამიანები, ვინც არიან შედარებით ახალგაზრდა, მეტი წელი აქვთ დარჩენილი საპენსიო ასაკამდე, მათთვის აქციების ბაზარი და შესაბამისად დინამიკური პორტფელი უფრო შესაფერისი არის, თუმცა მათვე უნდა გაითვალისწინონ, რომ აი ამ მსგავსი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის დროს ნახავენ მეტ მერყეობას მათი საპენსიო დანაზოგების წილში. თუ საპენსიო ასაკს უახლოვდები, აი საპენსიო ასაკთან ცოტა დრო დაგრჩა, მაშინ უმჯობესი არის კონსერვატიული პორტფელი, რომელიც ნაკლები მერყეობით და მეტი სტაბილურობით გამოირჩევა, ვინაიდან უფრო ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტები არის. აქ ეს მერყეობა, რომელსაც ვხედავთ ხოლმე ბაზრებზე, გლობალურ აქციების ბაზრებზე, იმდენად არის ისახება, როგორც ეს დინამიკური პორტფელის შემთხვევაში არის ხოლმე. წელსაც მაგალითად, როდესაც ირანში ომი დაიწყო, ნახეთ დინამიკური პორტფელის მომგებიანობა წლის დასაწყისიდან ის პირველი 3 თვე თითქმის ნულზე იყო ჩამოვარდნილი წლის დასაწყისთან შედარებით, თუმცა დღეს მდგომარეობით, როგორც აღვნიშნეთ, 9%-მდე გაიზარდა დინამიკური პორტფელის მომგებიანობა, მაშინ როცა კონსერვატიული პორტფელი ამ მომგებიანობას ჩამორჩება და ბოლო ამ 3 წლის მონაცემებით, რაც ჩვენ ამ სამ პორტფელს მართავთ, დინამიკური პორტფელი დაახლოებით 200 საბაზისო პუნქტით მეტ მომგებიანობას ინარჩუნებს სტაბილურად. არის რაღაცა თვეები, როდესაც ჩამოვარდება ხოლმე, თუმცა აი ამ 3 წლის ვადაშიც კი ვხედავთ, რომ დინამიკური პორტფელი ლიდერობს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ტრადიციულად გეტყვით, რომ სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის ეთერში ამ და სხვა აქტუალურ თემებზე სასაუბროთ, რომელიც საინვესტიციო ფონდს ეხება.